მოგესალმებით გარკვეული პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ რა თქმა უნდა დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ხო და რაზე გვინდა ჩვენ ახლა ვისაუბროთ დღეს? ანუ გავხსენეთ რამოდენიმე ესეთი რაღაცები, ანუ როგორ შეიძლება შევძვიროს ხეს კომპიუტერში, იქ გადავიდეთ რაღაცები გავაფუჭოთ და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ახლა ისეთი რაღაცას განვიხილოთ, ანუ როგორ შევამჩნიოთ, ანუ დაცვაზე ვიზუნოთ ძირითადად, როგორ შევამჩნიოთ, რომ ჩვენს კომპიუტერში არის უცხო ობიექტი, რა თქმა უნდა, ახლა არ მგონია კარგი მიზნით იყოს ჩვენთან შემოსული. კარგი. მოკეთ ეს ყველაფერი პროგრამები ჩვენ გვაწოდებთ ისეთ პროგრამებს არის საიტზე, უბრალოდ ალბათ ვიცით უკვე საიდან გადმოვწეროთ, არის ისეთი პროგრამები, რომლებიც მოპოვება ქართულ ვებგვერდებზე საკმაოდ რთულია. ანუ ჩვენ ამას ძირითადად ვეძებთ უცხო ვებგვერდებს. სხვათა შორის პროგრამების ის გარკვეული ნაწილი, რომელიც აუცილებლად მინდა აღვნიშნო და რატო? იმიტომ რომ აი ძალიან კარგია. ანუ პროგრამები, რომელსაც მე ვიყენებ, ესენი არ არის ყველა ვებგვერდზე. ეს არის საკმაოდ ასე ვთქვათ, თულად მოსაპოვებელი პროგრამები და ჩვენ ამას თავაზობთ აბსოლუტურად უფასოდ, ესეც ერთ-ერთი რაღაც შეიძლება ჩვენი რეკლამაში ჩამეთვალოს. ეგ ერთი და მეორე პროგრამები, რომელსაც მე გთავაზობ ძალიან ხშირად, სხვათა შორის ვნახე ვებგვერდზე, ანუ ძირითადად ვამოწმებ ხოლმე მაინც ყოველ შემთხვევისთვის, რამდენად საინტერესო რამეს ვიღებ ხოლმე ვიცოდე ხო და რა თქმა უნდა ვიყენებ Google-ის ინფორმაციას და ძალიან ხშირად პროგრამები საინტერესო პროგრამებს კრებულობ ყოველობ ერთ-ერთ ვარესზე და ეს არის Bonnie G. საკმაოდ კარგი ვარესია, როგორც აქედან მინდა გავაკეთო აღნიშნო. Bonnie G, ალბათ გაგიგიათ კიდეც. შემდეგ უკვე დავბრუნდით ჩვენ თემას და განვიხილოთ ესეთი რამ. მოკლედ პროგრამის ვერსია არის 15-დან 0-ვე რაღაცა, მოკლედ ეს არ გვაინტერესებს, თავარია ჩვენ გამოვიყენოთ ის. ეს არის პროცესორის, ასე ვთქვათ, ზოგადად ჩვენი სისტემის შემოწმებელი სტატუსი. ანუ ესეთი არის იგივე task manager-ი, ანუ ახლა task manager-ი ყველა ვიცით რაც არის და მას აქვს კარგი განყოფილება, სადაც ამოწმებს თუ რა პროგრამებია გაშვებული. მაგრამ ის ალბათ ვერ დადგება ამ პროგრამას გვერდით. აი ეგ ცოტა სისტემური მონაცემები, სარეკლამო მასალები და ასე შემდეგ და მოკლედ აქედან უნდა გავარჩიოთ ეს ფაილი. ეს არის ჩვენი პროგრამის ფაილი. შეგვიძლია დავაკოპიროთ, ჩავსვათ, რაც გვინდა ეს გავუკეთოთ, თავარია რომ გამოვიყენოთ. გავხსნათ. მას არ სჭირდება ინსტალაცია, ეს არის უბრალოდ პროცესს ადევნებს თვალყურს და ეხლა რაში შეიძლება გამოვიყენო. ესეთი რაღაცა გაიხსნა. მას რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რაოდენობა იგივე ფუნქციებისა და შეგვიძლია ამის ყველა აღწერას არ მოვყვებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ მიახლოებით ალბათ თვითონ პროგრამასთან მუშაობაში ძალიან მარტივად გავიგებ. და ძირითად პრინციპს რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ვიკეთებთ, ეს არის რომ ამოწმებს და ხედავს აბსოლუტურად ყველა ფაილს, ანუ გამშვებ ფაილს, რომელიც ამჟამად არის გაშვებული სისტემაში. ეს არის მაგალითისთვის ავიღოთ Skype, Opera და ასე შემდეგ. ანუ ის პროგრამები, რაც მე ამ ეტაპზე გაშვებული მაქვს. ახლა რა თქმა უნდა მიჩვენებს რომ Skype მაქვს, ყველაზე ნაცნობი ანუ რაც შეიძლება თვალში მოგხვდეთ, ეს არის Skype და ეს არის ანტივირუსი, ეს არის iTunes-ი, ეს არის RStudio, რა თქმა უნდა რომ საშუალებითაც მე ამას ვიღებ და ასე შემდეგ. აქ ცოდნე ადამიანი, ასე ვთქვათ, ადვილად შეამჩნევს იმ რაღაცას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა ჩამოთვალოთ და უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა ნიშნავს. ეს ახლა ცოტა იქით თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნებისმიერ ფაილზე ინფორმაცია ავიღოთ Skype, რომელიც ყველაზე მეტად გვეცნობა. ვაჭერ მას და აი აქ მაქვს აბსოლუტურად ნებისმიერ ინფორმაცია მის შესახებ, როდის დავაყენე, ვინ დააყენა, სად გამოუშვეს, რატო გამოუშვეს და ასე შემდეგ, რას დენს მეხსიერებას მართმევს, რამდენი პროცესორის დატვირთვას მართმევს. მოკლედ, საერთოდ თუ კი რამეს აკეთებს ეს პროგრამა ჩემს კომპიუტერში, ამის შესახებ მე აბსოლუტურად ინფორმირებული ვარ და ეს ძალიან კარგია სისტემასთან მუშაობისთვის. ასევე ნებისმიერ ფაილზე მე მაქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფორმაცია, როდესაც მე უკვე საეჭვო ფაილს ვხედავ, აქედან შემიძლია ძალიან მარტივად kill process, ანუ ეს არის მოკალი პროცესი, ანუ გამორთოთ, ქართულად რო ვთქვა. დავარესტარტო, გარკვეული ფუნქციები აქაც მაქვს, იმile პროპერციები ჩვენ უკვე ვნახეთ, ანუ მისი სისტემური მონაცემები და მოკლედ გამოიყენებთ ამ პროგრამას, ნამდვილად ცუდი არ არის. საკმაოდ საინტერესო პროგრამა, სადეთ დატესტეთ ისურვებ წარმატებას.